ახლა მინდა ვისაუბრო იმ მნიშვნელოვან დეტალებზე, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ კვების დროს, იმისათვის რომ დაიკლოთ ჭარბი წონა, ან შეინარჩუნოთ თქვენთვის ნორმალური წონა. იმისათვის რომ ჩემი ინფორმაცია იყოს უფრო სრულყოფილი, აუცილებლად ნახეთ ჩემი წინა ვიდეო, სადაც მე გთავაზობთ კვების მზა ფორმულას. ვინც დაიწყებთ კვებას იმ ფორმულით, რომელიც მე წინა ვიდეოში შემოგთავაზეთ, დაახლოებით 5 დღეში იგრძნობთ შედეგს და აუცილებლად დაწერეთ ჩემი კომენტარების ველში. მეც მაინტერესებს როგორი შედეგი გექნებათ და თუ შეგექმნებათ რაიმე სახის სირთულე, ამაშიც შევეცდები ასე რამდენადაც შესაძლებელი იქნება აი ამ სახით ონლაინ დაგეხმაროთ. რა არის მთავარი პრინციპი სწორი კვების? აი იმ კვების ფორმულის, ასე ვთქვათ, რომელიც მე შემოგთავაზეთ წინა ვიდეოში. მთავარი პრინციპი ეს არის ის, რომ ადამიანი იკვებება დღეში 4-ჯერ, თუმცა შეიძლება კვება დღეში 3-ჯერ ან 5-ჯერ და ამის შესახებ კიდევ ცალკე ვიდეოს ჩავწერ. მაგრამ მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ კვებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 3-4 საათი, არც მეტი, არც ნაკლები. მაგალითად, პირველი კვება ვამბობ, რომ რაც გინდა ის ჭამე და სხვათა შორის ბევრი ადამიანისგან წამოვიდა ესეთი რაღაც შენიშვნები თუ საყვედურები, რომ როგორ შეიძლება რომ დილას ჭამო ის რაც გინდა, რომ დილის კვებაც უნდა იყოს დაბალანსებული, ასეთი და ისეთი და ასე შემდეგ. მე აგიხსნით ამ სიტუაციას. როდესაც ადამიანი არ არის დაჩვეული სწორ კვებას და იკვებება მაშინ როცა უნდა და როგორც უნდა და რაც მოესურვება და ამის გამო ის იმატებს წონაში, ვერ ინარჩუნებს წონას. ძალიან რთულია, რომ ერთბაშად ყველაფერი ჩარჩოებში მოუქციო და უთხრა ახლა ეს ჭამე, ერთი ვაშლი ჭამე, ახლა ერთი ჭიქა წყალს რო დალევ, მერე ესქენი, ანუ ძალიან რთულია, ხო? ეს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მეც გამიჭირდება. კი, ბევრმა თქვენთაგანმა შეიძლება ახლა მითხრას, რომ მე დამიცვია ძალიან მკაცრი დიეტა და დავიკელი ამდენი, მაგრამ ეს არის ერთეულები არ არის, ბევრია ესეთი ადამიანი, ვინც დაიცვა ესეთი დიეტა, მაგრამ ძალიან მკაცრ დიეტას როცა დაიცავ, მაგალითად მარტო წიწიბურას რო ჭამ, ეს ისე პირობითად ვამბობ, ხო? აი მარტო წიწიბურაზე რო ხარ, ხო? 1 თვე, 2 თვე, 5 თვე. მთელი ცხოვრება წიწიბურაზე ხო არ იქნები, არა? მთელი ცხოვრება ესეთ შეზღუდვებში ხო არ იქნები. ანუ ეს უკიდურესობები კვებაში, ესე ვთქვათ, კვების დიეტაში არ უნდა იყოს, სწორ კვებაში არ უნდა იყოს და ამიტომ მე ვცდილობ, რომ შემოგთავაზოთ ისეთი ფორმულა, რომელიც ესე ვთქვათ აბალანსებს. იქ რაღაცას კი ბატონო მიგითითებთ, რომ აი ასე იკვებე, დაახლოებით ასეთი რაციონი უნდა გქონდეს, მაგრამ აი პირველ კვებაზე დილით გაძლევ უფლებას, ესე ვთქვათ, რომ შეჭამო ის, რაც შენ გიყვარს, შეჭამე ხაჭაპური, გინდა ხინკალი, რაც მოგესურვება, ყავა და შოკოლადი ჭამე და ასე შემდეგ. ანუ ეს არის იმისთვის, რომ ზედმეტი სტრესი არ მივაყენო ადამიანს. ალბათ დამეთანხმებით, ბევრ თქვენთაგანს ესეთი რამე განუცდია და მე პირადადაც მქონია, როდესაც ძალიან მკაცრ კვებაზე ვარ, აი ჩამოწერილი მაქვს და ზუსტად გრამობით ყველაფერს ვიცავ, 1 დღე, 2 დღე, 5 დღე, 10 დღე და რაღაც მომენტში უკვე მიმტყუნებს ნერვები, დიახაც ნერვები, აი თავიდან რომ გონია რომ შვიდად ვარ, მაგრამ მე რაღაც მომენტში ტვინი დაგეკეტება და დამთავრდა, აიშვებ, თავს აიშვებ და ეს აშვება მდგომარეობს იმაში, რომ ადგები და გადაჭამ ყველაფერს და ანუ საკუთარ თავს მისცემ უფლებას ჭამო იმდენი და რამდენი შენ გინდა, იმიტომ რომ იმდენად სტრესში იყავი, უკვე გინდა რომ ამისგან გათავისუფლდე და მერე რომ ჭამე ძალიან ბევრი,
მერე ხდები უკვე ცუდ ხასიათზე ეს რავქენი და უკვე შემდგომში ისევ ასე აგრძელებ არასწორ კვებას, იმიტომ რომ რა აზრი აქვს უკვე დავარღვიე, ხო? აი ეს ყველაფერი არის არასწორი მიდგომების შედეგი. ამიტომაც ვამბობ, რომ ნებისმიერი კვება იქნება ეს, ფიზიკური ვარჯიში იქნება თუ რაღაცა, რასაც ჩვენ ადრე არ ვაკეთებდით ცხოვრებაში და როცა ვიწყებთ ამის კეთებას, ეს უნდა მოხდეს ნელ-ნელა, თანდათანობით და ამიტომ ადამიანი, რომელიც ჭამს, როცა უნდა, რამდენიც უნდა, საერთოდ არ აკონტროლებს არაფერს, აი ამ ადამიანებისთვის სწორედ ძალიან ეფექტური იქნება ესეთი კვება. მე პირადად ვცდილობ, რომ აი ესეთი კვება დავიცვა, მეტნაკლებად ვინარჩუნებ წონას, იმიტომ რომ საკმაოდ გურმანი გახლა ვარ, ძალიან მიყვარს გემრიელი, არა მარტო ჭამა, არამედ საჭმელების კეთებაც მიყვარს, ამიტომაც ვერ იდები საჭმელის კეთებას მხოლოდ დღესასწაულზე, რადგან ვთვლი, რომ ზედმეტად გემრიელად ვამზადებ და მერე რომ ძალიან გემრიელს რომ მოვამზადებ, მინდა რომ ვჭამო და ვჭამო. მოკლედ, მეც მაქვს ეს პრობლემა ბევრი თქვენთაგანებით. მთავარი პრინციპები ეს არის, როგორც მოგახსენეთ, 4ჯერად იკვება. კვებებს შორის ინტერვალი 3-4 საათი, არც მეტი, არც ნაკლები. ბოლო კვება უნდა იყოს მაქსიმუმ საღამოს 8 საათზე, ანუ 20 საათზე. და ბევრი მეკითხება, პირველი კვება რომელ საათზე უნდა იყოსო? ხო და გადათვალეთ, 8 საათიდან წამოდით უკან, გნებავთ 3 საათი, გნებავთ 3-4 და მივხვდებით, როდის უნდა იყოს პირველი კვება და რომელზე უფრო გვიან არ შეიძლება იყოს პირველი კვება. პირველი კვება უნდა იყოს ის, რაც გსურს იმისათვის, რომ არ მიიღო ბევრი სტრესი. თქვათ, აიღე და ერთი დიდი ტორტი შეჭამე დილით, ხო? რასაკვირველია, შემდეგ კვებები, რაც არ უნდა ზუსტად შეასრულო, ვერ დაიკლებ წონაში, პირიქით მოიმატებ. ხო, გასაგებია, რომ დილით კვება უნდა იყოს ნორმალური, ჩვეულებრივი, ადამიანური. აი, მაგალითად, მე მიყვარს კვერცხი, შემწვარი კვერცხი, კარაქში აუცილებლად, არაზეთში, ყოველგვარი ესეარევის და იმის გარეშე მიყვარს პური და კარაქი. და სიამოვნებით მივირთმევ ამას. ზოგჯერ სხვა რაღაცასაც მივირთმევ, მაგალითად მე სადილი დილით არ მიყვარს, ზოგს უყვარს, კი ბატონო, ისადილეთ დილას, ვისაც გიყვართ, მაგრამ ისე ვიმეორებ, თუ ეს კვება იქნება იმდენი კალორია, 3000-მდე კალორია, თავისთავად მე რაც არ უნდა სწორად იკვებო, მოიმატებს წონაში.